33%-მდე გაძვირებული ელექტროენერგია სურსათსა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების გარდაუვალ მატებას გამოიწვევს. ექსპერტები ამ პროგნოზს CEMEC-ის დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ აკეთებენ. ამას ემატება 50 თეთრამდე გაძვირებული საწვავით. ჯერ კიდევ დენის გაძვირებამდე გახდა ცნობილი, რომ სხვადასხვა მიზეზით ფასები მოიმატებდა ბოსტნეულსა და ხორცზე. 1 მაისიდან ძვირდება Silknet-ის ულიმიტო ინტერნეტ პაკეტებიც. ნორმანია დენზე ფასის მომატებას დაბალანსებულ გადაწყვეტილებას უწოდებს და მას ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარებით ხსნის. ენერგოპრო ჯორჯიას დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კი ამბობს, რომ გაზრდილი ტარიფი ეს არის საწინდარი გაზრდილი ინვესტიციისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან. პირველი ლედის სიტყვით გამოსვლას პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. მელანია ტრამპის პირადმა მრჩეველმა ერთ-ერთი ფრაზის გამოყენებისთვის ნებართვაც კი ითხოვა, წერს ბაიაკვიციანი, რომელიც ვაშინგტონში დელეგაციის წევრი იყო. განათლების მინისტრის მოადგილე ყურადღების ცენტრში სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოთი მოხვდა, სადაც გლობალურ სამიტზე საღეჭ რეზინს ღეჭავს. ფაქტმა საზოგადოებაში მწვავე რეაქცია გამოიწვია. უკრაინა მზადაა აღდგომის დღესასწაულებზე ცეცხლის შეწყვეტისა და ენერგეტიკული ზავისთვის, განაცხადა ზელენსკიმ. კითხვაზე ხომ არ გამოიყენებს რუსეთის სააღდგომო ზავს საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად, უკრაინის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ 2-3 დღეში ისინი ვერაფრის გამაგრებას ვერ შეძლებენ. თანახმად თუ არა რუსეთის სააღდგომო ზავზე ჯერჯერობით უცნობია.